მოდით ვნახოთ მეგობრებო, რას გრძნობს თქვენს მიმართ, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ნახოთ აბა, რას გრძნობს. ინტერესი ნამდვილად აქვს ადამიანს, ვერ ვიტყოდი რომ უინტერესოდ არის მეტ განწყობილი, თუმცა აქ აშკარად ჩანს ისიც, რომ ინტერესსა და რაღაც სიმპათიაზე, სითბოზე და მონატრებაზე მეტად აქ მოდის ბრაზი. დიახ, ადამიანს თან ენატრებით, მით უმეტეს თუ თქვენ შორის დისტანცია არის, ნამდვილად არის აქ მონატრება, სითბოც, მაგრამ ყველაზე მეტად და ყველაზე მძლავრი გრძნობა რაც მოდის, ეს არის ის, რომ თქვენ უბრალოდ ამ ადამიანს აღიზიანებთ. აღიზიანებთ, იმიტომ რომ არის რაღაცაზე გაბრაზებული, რაღაც თქვენი სიტყვები ეწყინა, არ მოეწონა. შესაძლოა რაღაც თქვენი, ნათქვამი, არასასიამოვნო სიმართლეც კი არ მოეწონა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რას გრძნობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ. ძალიან უნდა რომ ეს ურთიერთობა გამოძრავდეს, ცოტა წინ წავიდეს. და შეხედეთ, ცხადია, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, იმიტომ რომ ეს გახლავთ საჯარო გაშლა, ზოგმა ჩაიფიქრა სასიყვარულო ურთიერთობები, ზოგმა შეიძლება მეგობრული ან ამხანაგური, ხო? მაგრამ რაც არ უნდა იყოს, აქ ადამიანს აუცილებლად უნდა რომ ურთიერთობა წავიდეს ცოტა წინ, უნდა რომ ურთიერთობა განვითარდეს, ურთიერთობაში მოხდეს ტრანსფორმაცია უკეთესობისკენ და ასევე შეხედეთ, სამი უფროსი არკანი არის აქ. რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანი მშვენივრად ხვდება, რომ ურთიერთობა თუ ურთიერთობაში გსურთ ჰარმონია, ურთიერთობამ უნდა გაიაროს სრული ტრანსფორმაცია და რასაც ქვია 180 გრადუსით უნდა გადატრიალდეს. ხვდებით ხომ? მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰარმონიული ურთიერთობა და ჯანსაღი ურთიერთობა ნამდვილად შესაძლებელი არის თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. მაგრამ მაქსიმალურად სწორი არჩევანი უნდა გააკეთოთ, მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ და რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააყენოთ საკუთარ თავზე და საკუთარ ინტერესებზე წინ სხვა ადამიანის ინტერესები და სურვილები.